მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფის საჯარო სკოლა, 221 საჯარო სკოლის, 179 სკოლა, 176 საჯარო სკოლას, ბაქსუდის სკოლის წარმომადგენელი, ხაშურის მე-9 საჯარო სკოლის, ქალაქ ხაშურის ნომერ მე-3 საჯარო სკოლის, საქართველოს უნივერსიტეტის სკოლას, მე-6 საავტორო სკოლის, 94 საჯარო სკოლის. სკოლა პეგასი მონაწილეობას იღებს საქართველოს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სასკოლო პროექტების გამოფენაში. საქართველოს უნივერსიტეტი არის სივრცე, რომელიც ხელს უწყობს სკოლას, ოჯახსა და უნივერსიტეტს შორის დამეგობრებას, ასე ვთქვათ. სხვადასხვა მოსწავლეებს შორის კომუნიკაცია, ჯგუფური მუშაობის ყველაზე მაგარი უნარების განვითარების წყაროა ეს. ეს შესანიშნავი ადგილი არის იმისათვის, რომ სკოლებმა და მათმა მოსწავლეებმა ერთმანეთის ცოდნა გაუზიარონ. უმნიშვნელოვანესია უნივერსიტეტთან თანამშრომლობა. ეს არის мотивация, უფრო წინ წავიდნენ, მათი ინტერესის სფერო გაიზარდოს, მსოფლმხედველობა გაიზარდოს და უფრო აქტიურად იყვნენ ჩაბმულები მომავლის პროფესიების შესწავლაში. მთელი საქართველოს მასშტაბით, წარმოიდგინეთ, რეგიონში მცხოვრებ ბავშვს შეუძლია ჩამოვიდეს თბილისში და ყველაზე წარმატებული უნივერსიტეტის სივრცეში წარმოადგინოს ის პროექტი, რაზეც სკოლაში თავის საკლასო ოთახში მუშაობდა. ზოგადად სკოლაში მხოლოდ თეორიით სწავლება ცოტა რთულია და მოსაბეზრებელი და ესე პრაქტიკაში გამოყენება და პროექტების გაკეთებაც მნიშვნელოვანია და შემდეგ ესეთ ღონისძიებებზე როცა გიფასდება ეს შრომა, უფრო სახალისო გზა არის სწავლის. ბევრი მასწავლებელი მუშაობს ისე, რომ რაღაცა ახალი იდეების თუ ინოვაციების დანერგვას ცდილობს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხილვადი იყოს ეს იდეები. და ესეთი სივრცის შექმნა, რაც დღეს თქვენ გააკეთეთ, ამ ხილვადობას უწყობს პირველ რიგში ხელს. მადლობა ამ დღევანდელი დღის ორგანიზატორებს და საქართველოს უნივერსიტეტს. ძალიან დიდი მადლობა საქართველოს უნივერსიტეტს ასეთი შესაძლებლობისთვის და ყველაფრისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ ჩვენთვის. ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეუძლია უნივერსიტეტს გააკეთოს თითოეული მოსწავლისთვის ქვეყანაში.